რა ხდება უკრაინაში და რა მოხდება საქართველოში. თემაზე საუბარს უკვე სტუმრებთან ერთად განვაგრძობ დადო ზურაბიშვილი, ფიქრია ჩიხაძე, თენგიზ ფალაძე, მამუკა გამხმელიძე, ემზარ ჯგერენაია და ლადო ბურდული არიან დღეს ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა დარბაზს, რომელიც უკვე შემოგვიერთდა გადაცემის მეორე ნაწილში. პოლიტიკოსები და ექსპერტები, რა თქმა უნდა, ესე თავდაჭერილად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს, ამიტომ მე შეგდებულად მინდა გადაცემა ალტერნატიული ხმით დავიწყო, თუმცა პოზიცია დარწმუნებული ვარ, არ იქნება ალტერნატიული ამ შემთხვევაში. ლადო, რას ნიშნავს თქვენთვის ის, რაც ხდება უკრაინაში და როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას იანუკოვიჩის თუ ოპოზიციის სცენარით? ეს რა მე პოლიტიკოსი არ ვარ, ჩემი სწორედ ამიტომაც ვიწყებთ თქვენით. არის ბავშვობიდან მაქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს დასავლეთური ფასეულობები და რას ნიშნავს საბჭოთა ფასეულობები. დღეს ძირითადად ამ ორ ფასეულობებს შორის მიდის ომი. ერთია, რომელიც შენ გეუბნება იყავ ისეთი, როგორიც შენ ხარ და გიღებს ისედაც, როგორიც შენ ხარ და მეორე გეუბნება იყო ისეთი, როგორც მას უნდა რომ იყო. და აი ამ ორ ფასეულობებს შორის მიდის დღეს ომი. ეხლა უკრაინაში როგორ გითხრათ მე თქვენ, ლვოვში რო ვიყავი 2002-ში თუ 2003-ში აღარ მახსოვს, იქ იყო ჯუხარ დუდაევის ქუჩა და აქედან გამომდინარე ხა ძალიან რთულია მე რომ დავიჯერო, რომ უკრაინელებს განსაკუთრებით ჩრდილოეთ მხარეს კარპატებისკენ ძალიან უყვართ რუსები. მე მგონი არა უბრალოდ ის ნაწილი კიდე რომელიც არის რუსულენოვანი უბრალოდ ისეს რაღაც დონეზე არ დათმობს პოზიციებს და რა ვიცი შეიძლება რაღაც დონეზე მოხდეს გაყოფა უკრაინის არ ვიცი უფრო ევროპისკენ ხედავთ მაინც უკრაინას თუ რუსეთისკენ საბოლოოდ იცით არა გეუბნებით იქეთა ნაწილი არის ძალიან ევროპული და ძალიან ანტირუსული განწყობის და აქეთა ნაწილი არის უფრო რუსული განწყობის არის ესე რომ ძალიან რთული არის მაგის განსაზღვრა დღეს რა მოხდება იქ მაგრამ მე რა თქმა უნდა გამიხარდება რომ დავინახო უკრაინა ევროპულ სახლში და არა რუსულ საბჭოთა აღდგენილ რაღაც რესტავრირებულ საშინელებაში აი მოდით ეს უკვე ექსპერტებს ვკითხოთ ბატონო ემზარ ეს ცნობილი ფაქტია რომ უკრაინა გაყოფილია მეტნაკლებად გეოგრაფიულადაც ორ ნაწილად ამ პოლიტიკურად რუსეთის მიმართულებით და ევროპის მიმართულებით შეიძლება ეს დაძაბულობა მივიდეს განხეთქილებამდე თვითონ უკრაინელებს შორის და თუ შეიძლება ამას რუსეთმა თვითონ შეუწყოს შეგნებულად ხელი მე მგონი რომ ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია ცხადია ეს მნიშვნელოვანია მაგრამ მგონია რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული პრაგმატიზმი მათ შორის ეთნიკურ რუსებს რომლებიც ცხოვრობენ უკრაინაში და მგონია რომ ისინი ხედავენ იმ სიკეთეს რაც შეიძლება მოყვეს უკრაინის ინტეგრაციას ევროკავშირში ამიტომ შეიძლება რაღაც საწყის ეტაპზე იყოს გარკვეული ასე ვთქვათ შეხლა შემოხლა მაგრამ არ მგონია რომ ეს სერიოზული იყოს მე იმედი მაქვს რომ საერთო ჯამში რუსი ეთნიკურად რუსებიც შეუერთდებიან ამ პროტესტს რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში და მე მგონი აქ უკრაინას ჩვენ დავინახავთ ერთიანად გამოსულს ევროკავშირისკენ მე ამის იმედი მაქვს იმიტომ რომ მე ვუშვებ რომ ღმერთმა დაიფაროს და საქართველოში ასეთი ალტერნატივა რო დადგეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის საფუძველიც მაქვს ასე ვიფიქრო რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოს მოქალაქეები ქართველების არჩევანს ყოველთვის დაუჭერენ ხარს თუ კი მათ მოუწევთ მსგავსი გამოსვლები საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციისთვის იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება ამ ფორმით საშუალება ცხადია ჩვენ გველოდება და ჩვენ ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით მაგრამ ასევე მგონია რომ რუსები ჩაერთვებიან ამ პროცესში რამდენად რეალურია ეს საშუალება ერთი მომენტი ერთი რაღაცა არის რომ ესე იგი ცივილიზაციისაკენ სწრაფვას რაც გულისხმობს თავისუფლებას, ადამიანის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, ინდივიდის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფლებას და საზოგადოებების თავისუფლებას, ამას ალტერნატივა არ აქვს, ამას ვერანაირი ძალა ვერ გააჩერებს. რუსებმა შეიძლება ერთი კვირით მოიგონ რამე, ან ერთი თვით, ერთი წლით, არ ვიცი, ორი წლით, მაგრამ საერთო ჯამში თუ რუსული პოლიტიკა არ შეიცვლება, მას აუცილებლად მოყვება მარცხი და რუსეთი ამ ბრძოლაში ბრძოლაში საოცრად დამარცხდება. ჩემი აზრით. გავაგზავნოთ ამ საშიშროებაზე და პარალელზე საქართველოსთან საუბარი. ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით პირდაპირ ვთქვათ, მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც ძირითადი ცენტრებიდან საკმაოდ მოცილებულ ტერიტორიებზე, რეგიონებში ცხოვრობს, რამდენად გაცნობიერებული აქვს ეს ევროპისკენ, დასავლეთისკენ სწრაფვა, რამდენად ხედავს საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებას რუსეთსა და ევროპას შორის? მოგესალმებით პირველ რიგში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ არჩევანზე, ვლაპარაკობთ ევროატლანტიკურ არჩევანზე, ხო, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არჩევანი არ გაკეთებულა მხოლოდ და მხოლოდ თბილისში.
და არც ის პლებისციტი არ ჩატარებულა მხოლოდ და მხოლოდ თბილისში. დღეს როდესაც ვლაპარაკობთ, რომ დიდი უმრავლესობა, რომელიც ზოგ შემთხვევაში 80%-საც აღწევს, ხო, საუბრობს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ თბილისში და ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ქართველების მიერ დაფიქსირებული არჩევანი. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად გათვითცნობიერებული არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ, გააკეთა საქართველოს საზოგადოებამ და როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება თუ არა საქართველოში განმეორდეს უკრაინის მსგავსი სცენარი, ამის ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავ, იმიტომ რომ უკრაინაში ხდება რა? უკრაინაში ხდება ის, რომ ხელისუფლება მიდის საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ. დღეს, როდესაც საქართველოში ჩვენ საუბრობთ ამაზე საუბრობს პოლიტიკური სპექტრი, საუბრობს ხელისუფლება და საუბრობს საზოგადოება, რომ ეს არის უალტერნატივო არჩევანი, შესაბამისად ის მთავარი, რამაც შექმნა ის კონფლიქტი, ის მთავარი წინაპირობა არ არსებობს. ამიტომ მსგავს სცენარს მე პირადად გამოვიწყო. ბატონ დავით, უცხოურ პრესაში და ასეთი საინტერესო შეფასება ამოვიკითხე მე დღეს რუსული იმპერიის მომავლის ბედი დღეს კიევში წყდება. თქვენ ეთანხმებით ასეთ შეფასებას? მნიშვნელოვანწილად ფიქრობ კლიენტები მეგონი რუსეთის იმპერიის ბედი გადაწყვეტილია და ეს ვეღარ იქნება, ვეღარ იარსებებს და ვეღარ აღსდგება ვერასდროს. და როგორია ეს ბედი რომ გამოვიმართოთ? იმპერია არის ალბათ წარსული. რუსეთის იმპერიას წარსულია, ეს ვერ გახდება ვერც აწყო და მით უმეტეს ვერ გახდება მომავალი. ეს არის თუ არა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი წარსულისკენ რუსული იმპერიის. მე არ მგონია რომ ეს რაც კიევში დაუშვათ გადაწყვეტილება რაც მიიღო იანუკოვიჩმა, ეს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ უკრაინელი ხალხი თავისას გაიტანს, ეს იქნება დღეს თუ ეს იქნება ხვალ ეს ასე მოხდება და უკრაინა ისევე მოაწერს ხელს ამ ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც მოაწერს საქართველო და გახდება არა მარტო ასოცირებული წევრი, დარწმუნებული ვარ ჩვენც და უკრაინაც გავხდებით ევროკავშირის წევრები და სრულფასოვანი წევრები ევროპული ოჯახის. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ხა რუსეთს თუ უნდა თანამედროვე ტიპის სახელმწიფოდ რეალურად ჩამოყალიბდეს, ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი და იპოვოს თავისი ადგილი ამ რეალობაში. თუ ეხა ისევ შეეცდება რაღაც იმპერიის აღორძინებას დაარქვეს ამას ევრაზიული კავშირს თუ რაღაც სხვანაირ კავშირს, არაფერი აქედან არ გამოვა, იმიტომ რომ ისტორიასთან და კალენდართან ბრძოლა ყოველთვის თავდება ისტორიის და კალენდრის გამარჯვებით. ქალბატონ ფიქრია, იანუკოვიჩმა ამაზე ბატონ დავითიც საუბრობდა, რომ თვითონვე გამოთქვა უკვე სურვილი, რომ ევროკომისია მიიღოს უკრაინის დელეგაცია და გაგრძელდეს საუბარი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის გაგრძელებაზე. თვლით, რომ ეს უკვე არის კომპრომისი მისი მხრიდან და უკან გადადგმული ნაბიჯი? ალბათ რაღაცნაირად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენ უყურებდით ამ ამბავს, უყურებდით იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებით და უცებ რადიკალურად შეტრიალდა სიტუაცია. ეს მოულოდნელი იყო თქვენთვის მოვლენების ასეთი განვითარება? იცით, ჩემთვის მე ბევრს მაიჭვებდა ეს პოზიცია, მაგრამ თვითონ უკრაინელი ხალხისთვის აღმოჩნდა ეს მოულოდნელიც და შეურაცხმყოფელიც, მე ვფიქრობ და როდესაც აქეთ ამ მხარეზე პრორუსულ უკრაინაზე ვლაპარაკობთ, მე ვფიქრობ, რომ იქაც საკმაო მუხტი გააჩინა ამან და იქაც იყო დიდი პროტესტი, იმდენად დიდი, რომ თვითონ იანუკოვიჩის მომხრეებმა, დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებმა მასშტაბური საწინააღმდეგო პროტესტის მობილიზება ვერ შეძლეს და მე ეს ძალიან დიდი მეც მაძლევს. იმეც მაძლევს რა თვალსაზრისით, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, იმ ქვეყანას წარმოვადგენთ, რომელმაც იმპერიის დაშლის პროცესში ძალიან ბევრი დარტყმა გადაიტანა და მეწინავე პოზიციებზე იყო ყოველ. დღეს რაღაცნაირად უკრაინა აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, რომ მას უწევს დიდი დარტყმის გადატანა, აი ამ ეტაპის დარტყმის გადატანა და აქედან გამომდინარე გამორჩეული სოლიდარობა გვაქვს ამის გამო და არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენი და მათი ბედი ერთმანეთს გავს, რომ ჩვენი და მათი მომავალი ევროპაშია. მე აბსოლუტურად ყველამ თქვა ეს და მეც უერთდები ამას, რომ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია არის ნოსტალგია საერთოდ წარსულის განცდა არის, წარსულის გრძნობა არის. ეს დამთავრებულია. მომავალსა და წარსულს შორის, როდესაც არის არჩევანი, შეიძლება ეს შეაყოვნო 1 წელი, 2 წელი, რა ვიცი, 10 წელი, მე მგონია, რომ ეს ვერ გაუძლებს ამდენს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ეს ასე გაგრძელდეს.
მომავლის ხედვა იქნება ევროპისაკენ. ჩვენს ქვეყანაშიც მე იმედი მაქვს, რომ ის მოცემულობა, რაც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა, ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს ფლაგმანობით იქნება გადამდები სხვა ქვეყნებისათვის და ეს არის შეუქცევადი პროცესი. უბრალოდ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უკრაინაც ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს აქედან და საქართველოსაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო მთელ ამ პროცესში და ბუნებრივია ჩვენ ყველას გვინდა რომ ეს პროცესი წავიდეს კარგად. აქ მთავარია რომ ჩვენ ერთის მხრივ უკრაინაში როგორ წავა მოვლენები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე იმედი მაქვს რომ იმედი ამ შემთხვევაში იმის კი არ მაქვს რომ ახლა იანუკოვიჩმა უცებ და ახალმა იმ ხელისუფლებამ გააცნობიერა ის მდგომარეობა რაშიც აღმოჩნდა. უბრალოდ რეალურად დაინახეს მათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ძალიან შთამბეჭდავი წინააღმდეგობა, მასშტაბური წინააღმდეგობა და იმედია რომ ადეკვატურობის განცდა შერჩათ რომ ამას ანგარიში გაუწიონ და ეს ადეკვატურობა შეიძლება გადაიზარდოს იმაში და ერთიც არის რომ ევროპული ბიუროკრატია ბევრად უფრო მოქნილი გახდა ბოლო პერიოდში, ხო ჩვენ ამას ხედავთ თვალსა და ხელშუა. ეს არის ძალიან სერიოზული შანსი ჩვენთვის ყველასთვის, რომ ეს დროის მონაკვეთი, როდესაც ჩვენი და მათი ინტერესები რაღაცნაირად უფრო დაახლოებული და თანხმდრი აღმოჩნდა, გამოვიყენოთ ეფექტურად, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ისტორიული შანსის რეალიზება მოვახდინოთ. თქვენ სოლიდარობაზე საუბრობდით და ჩვენ თქვენს ყელზე შემოხვალ სოლიდარობასაც ხედავთ და ჩვენს ფოტოშიც ჩანს სხვათა შორის აი საქართველოს რამდენიმე დროშა და პირდაპირ როდესაც გადაიცემა მსოფლიოს ტელევიზიებით ეს კადრები ძალიან ბევრი ქართული დროშაც ჩანს. ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს რომ იმ ხალხმა ვისაც ეს განცდა აქვს პროტესტის და მათი წოდნენ რომ ისინი მარტონი არ არიან ამ ბრძოლაში და მართლაც სულითა და გულით თანაუგრძნობს და თანადგომას უთმობს. შეიძლება დავამატო მაპატეშილებას სხვა სეკუნდას, მაგრამ მინდა ერთი რამ უნდა გავიხსენო. იმედი მაქვს რომ ჩემს გარდა ვინც აქ ვართ, არცაც ახალგაზრდებს ალბათ ეს საერთოდ გამორიცხულია რუსულ არმიაში არ უმსახურია. მე მსახურობდი დათო რუსულ არმიაში. მე 2 წელი ვიმსახურე, ეს იყო ლენინგრადის სამხედრო ოლქი, ეს იყო საჰაერო თავდაცვის ჯარი, ასე ვთქვათ, და თუ რუსები ოფიცრები არ გვატყუებდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ესე იგი ლენინგრადის 3 დაცვის წრისაგან შედგება საჰაერო დაცვის წრისაგან. ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ეს არის, რომ რუსი პოლიტიკოსები და პუტინი ამ შემთხვევაში აზროვნებენ სამხედრო კატეგორიებით. მათ აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლის დაკარგვა პირველი ხაზის მორღვევა დააღიქვეს, ახლა მეორე ხაზის მორღვევა დააღიქვეს ბალტიისპირეთის დაკარგვა და ახლა ამ ნაწილის დაკარგვად მიაჩნიათ ისევ, ესე იგი მეორე ხაზის დაცვის მეორე ხაზის დაკარგვად მიაჩნიათ, ასე ვთქვათ, უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის სტრაფი ქვეყნების ესე იგი ტოლვა ევროპისაგან და მესამე ნაწილი რაც იქნება ამაზე არ მინდა ლაპარაკი და ეს დროც დადგება ალბათ. მაგრამ საქმე ის არის რომ თავარი საფრთხე ეს არის სწორედ რუსებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ ისეთი მეთოდები რომელთანაც მე არ ვიცი რანაირად შეიძლება ამ მეთოდებს წინ აღუდგეთ ჩვენ. ეს არის საზღვრების მცოცავი გადაწევა დაუშვათ ამ 1 წლის მანძილზე სანამ ჩვენ როგორმე მოვაწერთ ხელს დაუშვათ აი ამ ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. მაპატიეთ მე არ გაწყვეტინებთ, უბრალოდ მინდა რომ ამაზე ცალკე ვისაუბროთ კიდე ამ თემაზე და აუცილებლად დაგიბრუნდებით. უბრალოდ მინდა ბატონმა მამუკამაც დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ქალბატონმა ფიქრია ახსენა ის, რომ უკრაინაში იანუკოვიჩისთვის ალბათ ძალიან მოულოდნელი იყო ასეთი მასშტაბური მიტინგები. როგორ ფიქრობთ ბატონმა მამუკა, რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი მასშტაბების გამოსვლები ოპოზიციისთვის? თვითონ ბევრი ექსპერტი და სპეციალისტი ეჭვს გამოთქვამს, რომ შეიძლება ოპოზიციის გამოსვლები წარუმატებელი აღმოჩნდეს იმის გამო რომ ისინი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ სწორედ ასეთი მასშტაბის მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარი რომ ისე რუსთაველზე ვარ. გიორგი, საქმე იმაშია, რომ პრინციპში ჩვენ არ უნდა მივუდგეთ ამ გამოსვლებს ისე როგორც რაღაც კატასტროფას, რაღაც მოხდა ის. არ შევიდა უკრაინა და რაღაც. საქმე იმაშია, რომ ეს არის პროცესი, ასოცირება, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ის რომ ეხლა აი ამ მომენტში რაღაცა უკრაინამ უკან დაეხია, ეს მეგონი დროებითი ფაქტორია. ყველა გამოკვლევებით სამიტამდე დაახლოებით 47-48% იყო მოსახლეობის, რომელიც ემხრობოდა ხელისმოწერას ასოცირების ხელშეკრულებას. აი ამ უარის შემდეგ ჩემის აზრით ეს რაოდენობა გაიზარდა. უკვე ეფექტი იქონია. რა თქმა უნდა. პირველი გამოსვლები იყო ქაოტური, გახსოვთ, სულ რაღაც რამოდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. დარბევის შემდეგ მოხდა ხალხის აღშფოთება და ამან გაცილებით მეტი ხალხი გამოიყვანა. ჩემის აზრით ამას დავად იანუკოვიჩი არ ელოდა და ეს რაღაც გარკვეული ის იყო
შეცდომა იყო მისი მთავრობის. თუმცა რამდენიც არის ოპოზიცია, რომ გაუმკლავდეს ამ ხელა მასებს. ოპოზიცია ძალიან საინტერესოა, იმით რომ აქ ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ არის. პრინციპში აი რამოდენიმე პარტიასაც ბელადად ყავს თავის წარმოდგენილი ქალბატონი ტიმოშენკო, მაგრამ ესეც ხომ შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს, როდესაც ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ არის. ეხლა ნელ-ნელა ჩნდება ეს ქარიზმატული ლიდერი კლიჩკო, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა როგორც პოლიტიკოსი. შესაბამისად მას ეს ხელში აღება ამ პროცესებისა ალბათ ჯერ არ შეუძლია. უბრალოდ გამოუცდელობის გამოთხოვნებოდ. მაგრამ იქ რამოდენიმე ესე იგი ლიდერია, რომელთა მოლაპარაკება ერთმანეთში იქნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ როგორ წაიყვანენ შემდგომ პროცესებს. მაგრამ ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ჩემის აზრით ძალიან პრაგმატულად და კარგად იქცევიან. ეხლა უკვე გადავავლე უახლოეს მოვლენებს თვალი შემოსვლის წინ. უკვე ორი დელეგაცია წავიდა მთავრობის, ერთი მოსკოვში, ერთი ბრიუსელში. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა ძალიან სწრაფად რეაგირებს პროცესებზე. მოკასთან პარლამენტმა უარი თქვა და შესაბამისად მე მგონია, რომ ეს პროცესი განვითარდება. საბოლოო ჯამში მე დავეთანხმები დათოს აუცილებლად ვიხილავთ უკრაინას ევროპაში ასოცირებულს და თქვენ ამბობთ რომ ჯერჯერობით მთავრობასაც აქვს შანსი და პრეზიდენტს თავი გადაერჩინოს და ხალხთან ერთად წავიდეს ევროპისკენ. და მე მინდა ფიქრიას დაუჭირო მხარი ასე ვთქვათ სოლიდარობაზე უკრაინელებს და ხაზი გაუსვა ერთ რამეს ჩვენ არ უჭერთ ხაზს და არ სოლიდარობა ეს არ არის არც მთავრობის არ არის არც ოპოზიციის ეს არის უკრაინის ხალხის გადაწყვეტილების სოლიდარობა უმრავლესობა უკრაინის ხალხისა სწორედ ევროპაში ასოცირებას მოითხოვს. აი ახლა ვისაუბროთ უკვე იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს საქართველოს განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ მივალთ ხელმოწერამდე. ლადო, თქვენ რამდენად ხედავთ რუსეთის როლს იმ მოსალოდნელ საფრთხეებში, რომელიც შეიძლება მან ხელოვნურად შეუქმნას საქართველოს იმისათვის, რომ რაღაცნაირად მსგავსი სცენარი მაინც მიიღოს საქართველოში, რაც მოხდა უკრაინაში? ჯერ პირველ რიგში ხარია ის რომ უსმენდი პრეზიდენტს და ესე კარგად ილაპარაკა და რატომღაც ვცვლიდი რომ მარტო მე უნდა დამეცვა ევროკავშირის ინტერესები დღეს აქ და ყველა თუ ესე ფიქრობს რა ვიცი ჩემი აზრი უკვე ძალიან მოგრძალებული. მე ვთქვი თავიდანვე რომ ისეთი მოსაზრება ამჯერად ალტერნატიული არ იქნებოდა. მაგრამ აი ჩვენ სწორედ გვაინტერესებს არა პოლიტიკოსის, არა ექსპერტის შეხედულება ამ პროცესებზე, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ რომ სწორედ რიგითი მოსახლეობა საქართველოს ძალიან აქტიურად უჭერს ხარს უკრაინას. იცით რა, სადაც სისხლი დაიღვა რა და სადაც ოჯახებს უშუალოდ მიეყენა ტრამვები, ხო? ისეთ რეგიონებში ძალიან რთული არის რუსეთ უკან დაბრუნდეს. აი ხო ხედავთ იგივე მოლდოვას და საქართველოს შემთხვევაში მოხდა ის, რომ ჩვენ ცოტა სხვანაირად ვაზროვნებთ, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც ეს არ მოხდა რა პრინციპში, ხო? ხო, და აქედან გამომდინარე, ყველა რესურსებზე ლაპარაკობდნენ, იქ ამოწურული აქვს რუსეთს, აფხაზეთი წაღებული აქვს, ოსეთი წაღებული აქვს, გაზი გადაკეტილი აქვს, ანუ ყველა ბერკეტები გამოყენებული აქვს. ხა პირადად თუ არ მოვა. კავშირი თითქმის არ გვაქვს. რა თქვით? ეკონომიკური კავშირი თითქმის არ. ვიზები სავიზო რეჟიმში ამოღებული აქვს და ქართველს აი არ ურტყავენ ვიზას რომ შევიდეს იქ და გამოდი იცით თქვენ ამ მდგომარეობა აქედან რაღაც ყველაფერი გამოყენებული რაღა დარჩა უბრალოდ ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს იმისთვის რომ ევროკავშირში თამამად შევიდეთ ეხლა თუ არ დაგბომბეს კიდე გასწორებს მაგრამ არა მე მგონია მაგას უკვე ესე მაგრა ვეღარ იზამე როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს ბატონ დავით, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები შეიძლება გამოიყენოს, შეეცადოს ყოველ შემთხვევაში რუსეთმა, რომ გამოიყენოს პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება. პრაქტიკულად შეგვიძლია ის სრულად ჩამოვთვალოთ ის ბერკეტები, რაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან იქნეს გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ. მოდით თან ჩამოვთვალოთ და ვთქვათ, თან აქვს თუ არა ეს ბერკეტი რეალურად. ეს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიები და ავტოხლართების პოლიტიკის გაგრძელება, რაღაცნაირად გადმოწევა უფრო წინ, რაღაც ისეთ ადგილას გავნება, იქ რაღაცა პროვოკაციების მოწყობა. ნუ ეს ერთი რაც აი პირდაპირ ჩანს, რომ ეს ასე იქნება ალბათ და რა თქმა უნდა, ჩანს ეს გეგმა. ქართული საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრი სრულიად ხელისუფლება იქნება, ეს ოპოზიცია თუ ვინც იქნება, უნდა იყოს ამისთვის მზად. მომზადებული შეხვდეთ ამას, კარგად გავიაზროთ ეს რატომ კეთდება, რისთვის კეთდება. ეს აუცილებლად ასე მოხდება. ეს ერთი მომენტია და ამისთვის ასე თუ ისე ვფიქრობ ჩვენ მზად ვართ. ხელისუფლება მზად არის და საზოგადოება მზად არის, რომ ამას გასცე პასუხი, რომ პასუხი უნდა გასცე ამას ერთის მხრივ
რომ არ შეხვიდე და რაღაცნაირად არ მისცეს საბაბი რომ კიდევ უარესი გააკეთებინო და მეორე მხრივ ძალიან სერიოზული ზეწოლა უნდა იყოს დასავლეთის ქვეყნებიდან. იქ უნდა ვიმუშაოთ, მუდმივად უნდა ტრიალებდეს საქართველოს საკითხი დასავლეთ რუსეთის ურთიერთობაში. ეს არის აუცილებელი მომენტი, რომ ეს ტრიალებდეს უნდა ეს საკითხი ზეწოლა, ასე ვთქვათ, საჭირო დასავლეთზე, რომ შემდეგ უკვე ზეწოლა იყოს. რომელსაც არ ამგონია სერიოზულად რომ ამან იმუშაოს საქართველოში, თუმცა ალბათ შეეცდებიან, ეხლა რამდენად ეს რუსეთიდან იქნება, რა გააქტიურონ ის ჯგუფები, პრეზიდენტის ლაპარაკობდა. აი, სანამ ჩვენ დავჯდებოდით, აბა გააქტიუროს ის ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ამბობენ, რომ არის ასეთი ჯგუფები საქართველოში. თქვენ ამბობთ გააქტიუროს, აი ეს მაინტერესებდა, არის ასეთი ჯგუფები? როგორ არის ასეთი ჯგუფები საქართველოს საზოგადოებაში? არის, რომლებიც რა იტყვიან, რომ ევროპას მოაქვს გარყვნილება, იქ დააკანონეს ინცესტი, პედოფილია, რაღაცა. ერთი წუთი რა, დამარცხოთ თქვენი შეგაიკაცო. მოკლედ, აი ასეთი ტიპის რაღაცა ჯგუფების გაძლიერებას და რაღაცას ხელი შეეწყობა, თუმცა ამის პერსპექტივასაც ვერ ხედავ, იმიტომ რომ ხა ასე თუ ისე ჯერ ერთი ასეთი ტიპის ჯგუფებს რაიმე ძლიერი სერიოზული პოლიტიკური ლობი საქართველოში არ ყავთ. რო თქვა რაღაც ესე დიდი გავლენით სარგებლობენ და რაღაცა პოლიტიკურში და პოლიტიკაში წარი ასეთი ხალხი ბევრი, რომ არა აქვს ესეთი გავლენა და მეორეც ერთი ეს იმდენად დაცილებულია რეალობასთან, რეალობაც გვაქვს და ევროპის აღქმასთან, რომ ქართული გაზრდით საქართველოს ეს ევროპა სხვა რამეა. ეს არ არის თქო და გარყვნილების ბუდე როგორც ცდილობენ წარმოგსახონ და რაღაც სასწაულები წავიკითხე ამასთან რაღაცა პუბლიკაციები გამოდის რომ რაღაცა ინცესტს ლამის თხოვენ, ესე იგი ითხოვენ ლამის ესე იგი ევროპაში თითქოს რომ არიქა დაერიეთ დედებს, მამებს რაღაცა ყველა ერთმანეთს და თითქოს და რაც თავარია მოსახლეობის ნაწილი ამას იჯერებს. ბატონო? და რაც თავარია მოსახლეობის ნაწილი ამას იჯერებს. შეუძლებელია დაიჯეროს ძალიან მარტივად გამოჩნდება რომ ეს ასე არ არის. ეგ ერთი მომენტი. ამიტომ ესეც იქნება, მაგრამ არ ამგონია ამან იმუშაოს სერიოზულად. შესაძლოა იყოს ისევ კვლავ ცნობილი რაღაც ეთნიკურ, რელიგიურ ნიადაგზე რაღაც ერთმანეთის წაკიდების გატიშე და იბატონეს ცნობილი პოლიტიკის გაგრძელება. ანუ ყველა ბერკეტი ცნობილია. ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ბერკეტი აქვს და დიდი კიდევ თუ აღმოაჩინეს ახლა რომ რაღაც ქართული ღვინა მთლად ისეთი არ ყოფილა როგორც ეკონათ რაღაც დახნისი, არ ვიცი ან ჩაი ან ბორჯომი, მაგრამ ესეც გასულ წლებიდან განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი არაფერი შეიცვლება. ეკონომიკაზე ვერანაირი ისეთ სერიოზული და წვრილი დათო. ბატონო? აი ეს არ ამგონია ესეც არ ამგონია იყო სერიოზული ბერკეტი. ამიტომ ბუნებრივი ასე თუ ისე ქართული საზოგადოებას დარწმუნებული ვარ და ქართული პოლიტიკური სპექტრის საქართველოს ხელისუფლებაც აბსოლუტურად მზად არის იმისთვის რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში სანამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება ამ ზეწოლას გაუწურს და ზეწოლა დარწმუნებული ვარ გარკვეულწილად ალბათ იქნება. ასე მარტივად არ დაწმობს და ასე ხა მარტივად არ შეეგუება რუსეთი, მithumedes პუტინის განცხადებაც იყო სოფხეთში რომ ისინი რაღაც აპირებენ უფრო განიმტკიცონ პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. თუმცა ერთია ის რა სიტყვიან და მეორეა ეს რეალობა, რა რეალობაც არის. მე მგონი როგორც არასდროს ისეა ქართული საზოგადოება დღეს კონსოლიდირებული აი ამ ევროპული არჩევანის ირგვლივ. ეს ძალიან სასიხარულოა თავისთავად. ბატონო ემზარ, თქვენ თვლით რომ საზოგადოება საკმარისად ინფორმირებულია იმისათვის რომ არ გაჩნდეს ეს ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანის თვალსაზრისით მე გულისხმობ. ეს არჩევანი გაკეთებული აქ ითქვა ამის შესახებ, ესე იგი საზოგადო რეფერენდუმები და ასე შემდეგ. ნუ საქართველოს მოსახლეობამ თუმცა ერთ-ერთი რეფერენდუმის შედეგით მე მახსოვს 11% საქართველოს მოსახლეობის თulis რომ ჩვენ ევროკავშირში ვართ უკვე. არა მე ისე თქვა მინდა იცით რომ აი რა იციან ევროპის შესახებ რა არის ევროპა და ამ თვალსაზრისით შეიძლება ჩვენ საზოგადოებას მართლაც არ აქვს დიდი ცოდნა რა არის ეს ევროპა მაგრამ მგონი რომ ყველა ადამიანი ხსნობს რა კეთილდღეობა შეიძლება ამას მოყვეს იმიტომ რომ აი დავაკვირდეთ რა ყოველდღიურობაში ესე იგი სამუშაოს თავი რო დავანებო სიტყვა ევრორემონტიდან დაწყებული ესე იგი ევროპული ტანსაცმელი ევროპული განათლება და ასე შემდეგ რომელი აგერ ჩემი სტუდენტებიც კი არიან აქ რომელი მათგანი ოსნებობს მოსკოვში წავიდეს MGU-ში და იქ აიღოს დიპლომი რა ყველა ცდილობს რომ აქ ისწავლოს დაიწყოს ბაკალავრიატით მერე მიწავიდეს ევროპაში მიიღოს განათლება დაუბრუნდეს თავის ქვეყანას და რაღაც ესე იგი კარიერას მიაღწიოს ესე იგი ესენი ჩვენ ევროპას აგინებს ისინიც მაგაზია ისინიც ამას ხო აი ესე იგი სამკურნალო იქნება თუ რა და ჩვენ თუ ამაში ვიქნებით არა ცხადია ამ სარგებელს ადამიანი თავისთავად გრძნობს და ყველა მიცის რომ ამას ძალიან ბევრი სარგებელი შეიძლება მოყოს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განცხადება რომელიც გააკეთა კიევის ესე იგი უკრაინის პატრიარქმა რომელიც ესე იგი ასე ვთქვათ
პატრიოტული გამონათქვამი, ასეთი ეკლესიის მეთაურისაგან იშვიათია ხოლმე ასეთი გამონათქვამი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ესე იგი მართლმადიდებლური ეკლესიაც ასეთ პოზიციაზე დგას, რომ უნდა იდგეს ალბათ, რომ ევროპული ინტეგრაციას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ეს არის მეტი სიმშვიდე, მეტი კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება და განათლება, რაც ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე მგონი. ასე რომ საფრთხები არის, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ აღელვებული ვარ პირადად მე და აი ეს მინდა რომ სწრაფად იყოს ეს პროცესი და ხვალ მოხდეს და ესე, მაგრამ ეს არის სამუშაო და ეს არის საზოგადოების სამუშაოც და არა მარტო პოლიტიკოსების, რომ ჩვენ საზოგადოება, პოლიტიკოსები, მთავრობა იქნება თუ ოპოზიცია, ერთ მნიშვნელოვან წერტილში უნდა ვიყოთ შეთანხმებულები და ეს წერტილი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რომელსაც ჩვენ არანაირი სხვა ალტერნატივა არ აქვს. რუსეთი რაც ცდილობს სინამდვილეში, მისი მინი პროგრამა მინიმუმი რა არის? თუ მოხდება უკრაინის რამენაირი ინტეგრაცია ევროკავშირში, მისი მონაწილეობის გარეშე არ მოხდეს. ან უნდა აჩვენოს თუნდაც მინიმუმი და ეს მინიმუმი იქნება, რომ მისი მონაწილეობა ან რაღაც ტიპის თანხმობა ამაზე და რომ რუსეთი პოლიტიკაში ისეთვე წონიანია, მნიშვნელოვანია და გავლენიანია, როგორც არიან სხვა მოთამაშეები. ამის დემონსტრირება მაინც უნდა მინიმუმ. თუმცა მგონი რომ ეს არის პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი ის არის, რაც არის საბჭოთა კავშირის ცნობილი პოლიტიკა, შედი ტანკებით, შედი თვითმფრინავით და ასე შემდეგ. და იგივე დემონსტრირებას ამის რესურსი დღეს რუსეთს არ აქვს. ცხადია, მაგრამ ეს სურვილი დღევანდელ რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ნამდვილად არსებობს. იგივე დემონსტრირებას ბუნებრივია, მაშინ რუსეთი შეეცდება საქართველოშიც. ბატონმა დავითმა თქვა, რომ რუსეთი ალბათ შეეცდება კავკასიაში უფრო მყარად მოიკიდოს ფეხი. ერევანში იყო პუტინი ცოტა ხნის წინ ვიზიტით, ხომ არ თვლით, რომ შეიძლება ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კრემლი ცდილობს ახლა იზოლაციაში მოაქციოს საქართველოს, იმიტომ რომ სომხეთს და აზერბაიჯანს ისედაც უკვე უარი აქვთ ნათქვამი ასოცირების პროცესზე. პირველ რიგში შევეტყვი, რომ აზერბაიჯანს და თუ შეიძლება ამით რამეს მიაღწიოს რუსეთმა თქვენ როგორ ვიყო აზერბაიჯანს უარი ნამდვილად არ აქვს ნათქვამი. აზერბაიჯანი მიდის იმ გზაზე, რა გზაზედაც იდგა, უბრალოდ საუბარია ტემპებზე. აზერბაიჯანი დღევანდელ დღეს ნაკლებად არის დაინტერესებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, იმიტომ რომ მისი ვაჭრობის ძირითადი ნაწილი მოდის ენერგორესურსებზე, ევროკავშირთან და ამას არ ჭირდება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ანუ ასოცირების შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ ამ ხრივ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, ანუ აქ საუბარია ტემპებზე. აზერბაიჯანს უარი ევროპასთან თანამშრომლობაზე და ევროპულ გზაზე ნამდვილად არ უთქვამს. რაც შეეხება პუტინის სომხეთში ვიზიტს. პუტინის სომხეთში ვიზიტი პირველ რიგში არის 3 სექტემბერს სერჟ სარქისიანის მიერ გაკეთებული გაცხადების უკვე ინსტიტუციონალურად გამყარება, იმიტომ რომ ეს ვიზიტი ემსახურებოდა, ასე ვთქვათ, სიტუაციის მონიტორინგს და მომზადებას 24 დეკემბრისათვის, როდესაც დაგეგმილი არის ეგრეთ წოდებული საგზაო რუკის ხელმოწერა, რაც ითვალისწინებს უკვე საბაჟო და შემდგომ ევრაზიულ კავშირში შესვლას. და ის რომ რუსეთი შეეცდება და არანაირი სურვილი არ აქვს სამხრეთ კავკასიიდან გასვლისა და შეეცდება მაქსიმალურად ყველაფერი გამოიყენოს, ამაში ახალი არაფერი არ არის. ეს გაცხადებულია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, გაცხადებულია საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში და სამხედრო დოქტრინაში. მინდა გითხრათ, რომ არც სტრატეგიაში და არც ტაქტიკაში ამ ხრივ არაფერი არ იცვლება. უბრალოდ არის ერთი ყველაზე მთავარი, რაზედაც იყო აქ უკვე საუბარი, ყველაზე მეტად რისი მცდელობაც იქნება. ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის ემოციურობის გამოყენების მცდელობა. თორე რო ვთქვა, რომ რაიმე ახალს შემოაგებს მეთქი. გამოვიდეს რუსეთს. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად მივცემთ იმის საშუალებას, ან არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ აი ამ ემოციურობაზე წამოგვაგოს და რაღაც ტიპის პროვოკაცია გაათამაშოს. იმიტომ რომ ისევ და ისევ ვიმეორებ, ჩვენ გამოვცადეთ ფაქტიურად ყველა ის ბერკეტი, რა ბერკეტით შეიძლება რომ მოქმედებდეს. ეს არის დეპორტაციის ძალიან სერიოზული ტალღა, რომელიც განხორციელდა 2006 წელს, ეს იყო ენერგეტიკული ზემოქმედების მექანიზმი, როდესაც გვიკეტავდნენ შუგს, გვიკეტავდნენ გაზს, ეს იყო ეკონომიკური ბერკეტები, როდესაც გამოცხადდა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო სავიზო რეჟიმის შემოღება და ეს იყო სამხედრო აგრესია და ოკუპაცია, მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება. ამის იქით პოლიტიკაში მეტი აღარაფერი აღარ არსებობს. აბსოლუტურად ვეთანხმები,
და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე დიდი სიძლიერე საქართველოში აქ არის ხელისუფლების და საზოგადოების ერთიანობა, პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევანი არასოდეს არ გადაიხედება და ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ემოციებს, ემოციები გვახასიათებს, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სწორედ ამაში არის ის ამაში უნდა გამოვლინოთ ის ძალისხმევა, რომ ემოციები იყოს ნაკლები, მაგრამ ვიყოთ პრინციპულები. და აი იმ პრინციპული პოლიტიკით და მათ შორის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობით და ევროპული ღირებულებების რეალურად დამკვიდრებით ჩვენ შევქმნათ იმ ტიპის სახელმწიფო, რომლისთვისაც პრევენციის მექანიზმის ამოქმედება მათ შორის ევროკავშირის მხრიდან იქნება გაცილებით უფრო იოლი და გაცილებით უფრო ადვილი იმ ბერკეტების გაშლა, რაც რეალურად არსებობს. იმიტომ რომ ყოველთვის უფრო ადვილია იმ ტიპის სახელმწიფოს დახმარება, რომელიც მართლა არის ღია, გამჭვირვალე, კარგი მმართველობით, სამართლიანი სასამართლოთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ის რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით რაღაც პრობლემები არსებობს. ქალბატონ ფიქრია, როგორ ფიქრობთ იმაში, რაც ხდება უკრაინაში, ხომ არ არის გარკვეულწილად დამნაშავე თვითონ ევროპა. იანუკოვიჩმა პირდაპირ თქვა, რომ მან ევროპაზე თქვა უარი იმის გამო, რომ მან ფინანსური გარანტიები ვერ მიიღო ევროკავშირისგან იმისათვის, რომ შემდეგ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსეთისგან წამოსული ეკონომიკური ზეწოლის რაღაცნაირად კომპენსირება მოეხდინა და ამიტომ ევროპა მეუბნება მე არას, თქვა იანუკოვიჩმა, ამიტომ მე ევროპას ვუთხარი ამ ეტაპზე არა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დამნაშავე იყო ევროპა იმაში, რაც ხდება კიევში დღეს და უკრაინაში? როგორ არის ჩვენ დამნაშავე ბრწყალებში რა თქმა უნდა. ხო, თეორიულად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ თემაზეც და იცით რომ ძალიან ბევრი პოლიტოლოგი ამ მიმართულებაზე საუბრობს. მათ შორის ევროპაშიც და ამბობენ რომ ევროკავშირმა ვერ გადადგა სათანადოდ ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკრაინას და სხვა ქვეყნებს უფრო მეტ და მყარ გარანტიებს შეუქმნიდა თუნდაც რუსეთის ფონზე. ამის თაობაზე ითქვა ხმამაღლა იანუკოვიჩმაც განაცხადა ღიად და სხვათა შორის მთელ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, მე ვფიქრობ ის, რომ ერთი რომ იანუკოვიჩმა ამ ზეწოლის თაობაზე ღიად განაცხადა, ეს არისო დაფარული. მეორე რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმაც საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს, რაც ადრე არ ყოფილა რუსეთთან მიმართებაში და იმ ზეწოლის ბერკეტებთან და მექანიზმებთან მიმართებაში, რასაც რუსეთი იყენებს და მაინც ჩვენ მე მგონი უნდა ამოვიდეთ ესეთი რამისგან, რომ ევროპა დავადანაშაულოთ თუ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპას მოვანდომოთ, რომ მან უფრო მეტი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად ყოფნა უნდოდეს. ჩვენი აი ამ ფაქტებით მოინდომებს ევროპა უფრო და გამოფხიზლდება, ასე ვთქვათ, თუ რაღაც შეცდომები იყო დაშვებული და ხარვეზები. სტატიური არ არსებობს არც ერთი პროცესი. რაღაცნაირად დინამიურია ეს პოლიტიკაც, ეს კლიშეები, რომელიც არის, რომ ნატო ასე მოიქცევა, ევროკავშირი ასე მოიქცევა, ეს ასე არ არის. იცვლება პერიოდი, იცვლება ეს მიდგომები და დღეს არის რაღაცნაირი გამოცოცხლების პერიოდი. ორმხრივად მათი მხრიდანაც და ჩვენ ყველანაირად უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი, სანამ შესაძლოა რაღაცა პერიოდის მერე მომავალი რაღაცა ესეთი მიყუჩების პერიოდი დადგებოდეს. ჩვენ ძალიან გვაწყობს ეს მდგომარეობა პრაგმატულად, ეხლა რომ აი ეს გამოცოცხლების პერიოდი, თუნდაც ის რაც უკრაინაში დაემართათ, თუნდაც ის რომ ევროკავშირს აკრიტიკებენ ამის გამო, რომ მათ არასაკმარისად იმოქმედეს, გამოვიყენოთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ისევ უკრაინამაც, რა თქმა უნდა, ამ პროცესში მიიღოს მეტი სარგებელი. შიდა პროცესები აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ერთის მხრივ მე სრულად ვიზიარებ იმას, რომ ჩვენ ვიცით არსენალი რუსეთის, როგორ იმოქმედებს ის. პრაქტიკულად ყველაფერი გამოცდილი გვაქვს, რაღაც ახალს არ უნდა ველოდებოდეთ განსაკუთრებულს. ერთადერთი ახალი რაც შეიძლება იყოს, რაზედაც საუბრობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა მოსინჯოს ეგრეთ წოდებული რბილი პოლიტიკის გატარების მცდელობა საქართველოში, ანუ დაყვავების პოლიტიკის. ამაშიც ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ დაყვავებას რა შეიძლება მოყვეს ის ძალიან ცხადად უნდა დავინახოთ. ხო, ერთადერთი ისევ ეკონომიკურ თემებზე, რომელიც შესაძლოა რაღაცა. დაუშვათ წარმოვიდგინოთ ეგეთი სურათი, რომ ეს რბილ პოლიტიკა სადაც თქვენ ბრძანებთ, ასეთ რამეს მეცხრე და მოყვა ის, რომ მათ დაგვიბრუნეს რაღაცნაირად სამხრეთ ოსეთი და მაგალითად მაქსიმუმი გააკეთეს და თქვენ
ეს უარი თქვენს, მაგრამ ის რა პირობით დაგიბრუნეს ის ხომ პრაქტიკულად მუდმივად ეცდება ისეთი აფხაზეთი და ესე იგი სამაჩაბლო კონდეს ჩვენს ტერიტორიაზე, რომელსაც მუდმივად გამოიყენებს. მინდა გითხრათ რომ მათემატიკას განიხილავთ. არა, დავშვების დონეზე ყველაფერი დავშვებით. ეს თეორია утопияშიც კი არ მუშაობს. მაშინ ჩვენ ვიტყვით რომ რუსეთი ევროკავშირისკენ თვითონ მე მინდა რომ რაღაც ილუზიისაგან ჩვენი საზოგადოება გათავისუფლდეს რა. ამას რომ ეს ილუზია არ კონდეს რა საზოგადოებას, რომ ის დააბრუნებს რამეს და რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დამაგნიერია და რაღაცნაირად ამას ჭირდება მეტი ინფორმირებულობა. მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად რომ თბილისშიც და რეგიონებშიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს არჩევანი მიღებულია უკვე, ეს არჩევანი არ ექვემდებარება გადასინჯას, მაგრამ არის ასეთი შიშები, რომელსაც უნდა გაფანტვა, რომ აი ჩვენ ნატოში და ევროკავშირში დაკარგული ტერიტორიებით მიგვიღებენ და მე რა ეშველება იმ ტერიტორიებს და ყველა მცხადად უნდა იცოდეს. ევროკავშირის ჰიმნში, რა ქვია უკაცრავად, კლიპში თუ ნატოს ნებისმიერ სტრატეგიულ დოკუმენტში საქართველო არის თავისი სრულფასოვანი რუკით. ერთადერთი ადგილი, ერთადერთი პოლიტიკური ტერიტორია, სადაც საქართველო არის თავმოცლილი და გულამოცლილი საკუთარი ტერიტორიებით, ეს არის რუსეთი, რუსული პოლიტიკა და კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც მათ აქვს, ალბათ ეცდებიან, რომ არაღიარების პოლიტიკას რაღაცა დარტყმა მიაყენონ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კი ბატონო, იქ გავაგრილოთ ურთიერთობები, სადაც რუსეთ-საქართველოს ცხელი დატაკების არეალია, მაგრამ მუდმივად ცხელი უნდა იყოს საქართველოს თემა, მისი დაკარგული ტერიტორიების თემა მთელ მსოფლიოში, იმისათვის, რომ ჩვენ არაღიარების პოლიტიკა შევინარჩუნოთ და მერე უკვე დანარჩენი მართლაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და იმაზე თუ როგორ ქვეყანა შევქმნით და როგორ მოვანდომებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ოსებსაც და აფხაზებსაც, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ ევროპაში და არა ცალკე ამოგლეჯილად რუსეთში, სადაც სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია მათი პერსპექტივა ამ თვალსაზრისით. ბატონ მამუკა, თქვენც მინდა რომ შეაჯამოთ რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს ამ ფაქტებიდან, ამ მოვლენებიდან ყველა მხარემ, ევროკავშირმა, რუსეთმა თვითონ და საქართველომ. დავიწყოთ იქიდან რომ მე მინდა რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გააცნობიეროს რას ნიშნავს ასოცირება. ეს არ არის რაღაცა უცბად გადაწყვეტილი პროცესი და უცბად ჩვენ შევვალთ ევროპაში, არა ეს ასე არ ხდება. ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ავტომატურად არანაირად არ არის. 1962 წელს გახდა ასოცირებული თურქეთი ევროპაში და მას მერე ელოდება ევროკავშირში შესვლას. 50 წელიწადზე მეტი გავიდა. მაროკო, ტუნისი საერთოდ ვერ გახდებიან ვერაფერს მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებულები არიან. ხორვატია მაგალითად 12 წელი ელოდა ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა რაღაცა მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, პარაფირების პროცესი ყველა პარლამენტში იმ ევროკავშირის სახელმწიფოების და ასე შემდეგ. უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდნი და მართალი ბრძანეთ, რომ ემოციებს არ უნდა ავყრეთ, იმიტომ რომ რუსები აუცილებლად შეეცდებიან რაღაცნაირად შეგვიშალონ ხელი იმაში, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ, გავხდეთ ასოცირებულები. რატომ? პირველი მიზეზი ამის ეს არის ეკონომიური სივრცე. როგორც მოკასად ასოცირების ხელშეკრულება 4 პუნქტიანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს არის FTA, რაც ნიშნავს ჰარმონიზირებას ჩვენი და ევროპის თავისუფალ ვაჭრობას მოკლედ. ხო, ეს არის თითქმის 600 მილიონიანი ბაზარი. მართალი ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა 12.9 ტრილიონი, რომლის ნაწილიც გახდება საქართველო. რომლის ნაწილიც იქნება საქართველო. ეს რო შევადაროთ, თქვათ, ევრაზიულ აი საბაჟო კავშირს, ხო? იქ 170 მილიონიანი ბაზარია და რა თქმა უნდა, ეს სტანდარტები რაც თავარია. სტანდარტებშია ძალიან დიდი განსხვავება. 1 ტრილიონია სულ. შედარება შეუძლებელია, აბჯერ მეტია ევროპა. რა თქმა უნდა, მომგებიანი. ამიტომ ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ და ერთადერთი ბერკეტი, რაც ეხლა მართლა გამოუყენებელი აქვს რუსეთს, რაც შეუძლია ალბათ ჩემის აზრით, გამიგხდეს ჩემი აზრით, ქალბატონი ფიქრია მართალია, ეს არის არაღიარების პოლიტიკა. მე მგონია რომ რუსეთს რაღაცა კიდევ აქვს შემონახული ამ თვალსაზრისით და იქ პატარ-პატარა სახელმწიფოები შეიძლება დაძრას ამ მიმართულებით. ეს ძალიან საშიში იქნება. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ მუდმივად საქართველოს საკითხი იყოს ყოველთვის დღის წესრიგში და ჩვენ ვიყოთ ერთგვარი გამღიზიანებელი ევროპისათვის. ეხლა ის რომ ჩვენ არ ვაღიზიანებთ ევროპას, ევროპისთვის ეს კარგია, მაგრამ ჩვენთვის ცუდია. ამიტომ აუცილებლად ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენი თავი მუდმივად ყველა შეხვედრაზე. ცეცხლი არ გავანებოთ. არავითარ შემთხვევაში ეს აუცილებელია.
დიდი მადლობა და აი ახლა მე მინდა ვკითხო უკვე სტუდენტებს გინდათ თუ არა ვინმეს რუსეთში სწავლა თუ გირჩევნიათ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება მაგალითად თქვენ გისმენთ როგორია თქვენი არჩევანი მოგესალმებით მარიამ გელაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მე დავეთანხმები ბატონ მამუკას და მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გადასაწყვეტია ის თუ საით უნდა წავიდეს უკრაინა რომელი გზა უნდა აირჩიოს მან და ეს მათი არჩევანი არ უნდა გადაწყვიტოს უშუალოდ საგარეო პოლიტიკის ასე ვთქვათ წარმმართველებმა ამაში გულისხმობ ქვეყანას და იმ ხელისუფლებას რომელსაც უკავია პოლიტიკური ბერკეტები სწორედ ხალხის გადასაწყვეტია ის რომ საით უნდა წავიდეს და მათი არჩევანი და ანუ მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას დამოუკიდებლობაზე და დემოკრატიულობაზე აქვს გართულება და მე როგორც საქართველოს მოქალაქე მოკლედ გეტყვით მხარს უჭერ მათ ან უკრაინელი ხალხის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი მადლობა გისმენთ მოგესალმებით ნიკოლ კალანდაძე საქართველოს უნივერსიტეტი აქ პატივცემულმა სტუმრებმა ძალიან დაწვრილებით ისაუბრეს იმაზე რომ თვითონ მოსახლეობის მოთხოვნაა ის რომ ევროკავშირში მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია უკრაინას გულისხმობ მე მინდა ერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილო ყურადღება რაზეც დღეს არ ყოფილა საუბარი პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ბატონი ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი იყო ჩასული ქვეყანაში და შეუერთდა მანიფესტანტებს პოლონეთი მოგეხსენებათ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიშეგრადის ზონაში შედის ერთ-ერთი ქვეყანაა და თან პოლონეთსაც ევროინტეგრაციის გზაზე ჰქონდა ზუსტად იმგვარი პრობლემები როგორიც აქვს დღეს უკრაინას რუსეთთან და შესაბამისად ამისა პოლონეთმა გამომდინარე იქიდან რომ იცის რა პრობლემებია რუსეთთან როგორც მეზობელთან მაშინ როდესაც მიმდინარეობს ქვეყნის ევროინტეგრაცია ის ჩავიდა უკრაინაში და ჩემი აზრით ესეც გარკვეულ ასე ვთქვათ გავლენას ახდენს დღეს ხელისუფლებაზე იმასთან დაკავშირებით რომ იანუკოვიჩმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება რომ ხელი არ მოეწერა პარაფირებაზე და ისევ გაუშვა როგორც ბატონმა მამუკამ აღნიშნა ბრიუსელშიც დელეგაცია. წავიდა კომპრომისზე ფაქტობრივად. გისმენთ. მოგესალმებით გიორგი თაქთაქიშვილი ჯიპას მაგისტრანტი. სამწუხაროდ მოკლედ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური კატაკლიზმები არ დასრულდა, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. დავეთანხმები ქალბატონო ფიქრიას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის და გავიზიარებ ყველა გამომსვლელის ოპტიმისტს, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასრულდება მომავალზე არჩევანის გაკეთების არა მარტო უკრაინის შემთხვევაში, არამედ საქართველოს და ყველა იმ ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც მომავალზე არიან ორიენტირებული. რაც შეეხება იმას საქართველოს რამდენად საფრთხე მუქრება ამ პროცესებიდან გამომდინარე თუ რუსეთს გაუვა ის პოლიტიკა, რასაც ახლა უკრაინაში აწარმოებს, რაზეც ეჭვმეპარება, იმიტომ მთელი მსოფლიო თითქმის ფეხზე დგას, თუ ეს გაუვა ის, რა თქმა უნდა, უფრო თამამად შეეძლება საქართველოში რაღაც პოლიტიკური ინსტიტუციების გამოწვევას. ამიტომ აქ საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით ასევე, რომ თითქმის არანაირი ბერკეტი აღარ დარჩა, ხომ? რუსეთს რო ზეგავლენა მოახდინოს ქართულ სახელმწიფოზე, მაგრამ ერთ გარემოებას მაინც ყურადღებას მივაქცევდი. აქ ბატონი დავითი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ შეიძლება ახლა არც მე არ მინდა გაზვედებულად გამომივიდეს, მაგრამ გარკვეულ ეთნიკურ კონფლიქტებს შეუწყოს ხელი, ვთქვათ, ორი ნაღმი, პოლიტიკური ნაღმი, რომელიც რუსეთმა თავის დროზე ჩადო აფხაზეთში და ოსეთში, ეს ამოქმედა, უბრალოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ საქართველოს სამხრეთით, ესე რომ ვთქვათ, გარკვეულ სეპარატისტულ მოძრაობების წარმოქმნას არ შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი ძალიან უმნიშვნელო არის, ესეც არ მინდა რომ გაზვიდებულად გამომიდეს. სხვა ვფიქრობ, ჩვენი არჩევანი ქართულმა საზოგადოებამ ცალსახად დააფიქსირა და ამას მონი ვეღარაფერი და ვეღარავინ შეუშლის ხელს. მადლობა ლადო როგორც ხედავ არანაირად მარტო არ ხარ. კიდევ ერთი სტუდენტის აზრი მოვისმინოთ. მოგესალმებით თორნიკე კემეშვილი, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი. მინდა სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილის სახელით განვაცხადო, რომ არც ერთ თუ არა უმეტეს ნაწილს არ სურს რუსეთში სწავლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტოპ უნივერსიტეტებში, რომელიც არსებობს სოფლიოში ჩამონათვალში, არც ერთი ანუ ტოპ ჩამონათვალში არ მოიძებნება არც ერთი რუსული უნივერსიტეტი და ეს არის ძირითადად ევროპული უნივერსიტეტებით. ბევრ სტუდენტსაც არ სურს ეს და თვითონ მიდიან დასავლეთში. მაგას მომობს ზუსტად. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის თაობა, რომელიც ამ პროცესს მივყვავთ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაბადებული იმ საქართველოში, რომელსაც აქ გაზიარებული ის ფასეულობები, რომელიც არის თავისუფალი საზოგადოების ფასეულობები და ამას ვერანაირი ის პუტინის განცხადებებიც ვერ შეუშლის, რომელიც გაკეთდა ერევანში, რაც ეხებოდა იმას, რომ რუსეთი არ აპირებს სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვას. ნათქვამია, რომ არც ინდაური აპირებდა საცივში მოხვედრას, თუმცა სამწუხაროდ მოხდა. რაც შეეხება იმას, მინდა ბოლოს გამოვიხმაურო, რომ ერთ თემას დღეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე და საქართველოში ამ
მხრივ არის ძალიან სავალალო მდგომარეობა და სანამ ამ ადამიანების უფლებები არ იქნება ბოლომდე დაცული, ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიტყვით იმას, რომ ვართ ღირსეული წევრები იმ დიდი ევროპული ოჯახის. ამ თემაზე ჩვენ სხვადასხვა ცალკე გადაცემის გაკეთებას გავაკეთებთ. მე გიბრუნდებით სწორედ დიდი მადლობა სტუდენტებს. გიბრუნდებით სწორედ სტუმრებს ჩვენ ვასრულებთ და მინდა რომ თითო რეპლიკით შევაჯამოთ დღევანდელი დისკუსია. გისმენთ ბატონო? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის ინტენსიური განვითარება. მიუხედავად ყველა ხელისშემშლელი ფაქტორისა, ჩვენ უნდა შევძლოთ, ესე იგი, დემოკრატიული წინსვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, მათი გამაგრება და დამაგრება, აი ეს უნდა შევძლოთ და მაშინ ის ნაწილი მსოფლიოს საერთგან ჩვენ მივიდეთ, ის ბუნებრივად ჩვენი მოკავშირეები აღმოჩნდება და უფრო მეც გააკეთებენ ჩვენთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. იგივე მათ შორის აი ესე იგი უნარშეზღუდული ადამიანები და ასე შემდეგ, მათზე ზრუნვა, მათ შორის, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებზე ზრუნვა და სხვა შიდა განვითარებაზე ზრუნვა. რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მონღოლეთიდან აღებული ნიმუშით ცდილობს ექსტენსიურად განვითარდეს. ის არ ვითარდება ინტენსიურად. ჩვენ უნდა განვითარდეთ ინტენსიურად და რაშიც დემოკრატიის განვითარებას გულისხმობ. და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი, რომ ყველა პრობლემა დავძლიოთ. დიდი მადლობა. საზოგადოება განმაწყობთ სოფლის საზოგადოება ჩვენ სასარგებლოდ. ქალბატონო ფიქრია. მე ახალგაზრდებს უსმენდი და ძალაუნებურად გამახსენდა ერთი ძალიან პატივსაცემი ადამიანი, მაგრამ ძალიან მოწადინებული, რომ საქართველოს გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ევროპასთან, ამერიკასთან და რომ მისი ერთადერთი გზა არის რუსეთისკენ. ის ადამიანი არის ასაკოვანი, ჩვენ ყველა ასაკოვან ადამიანს ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ და ესეც ევროპული საზოგადოების, ასე ვთქვათ, მათთვის ღირსეული, ასე ვთქვათ, სიბერის უზრუნველყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ მომავალზე ორიენტაცია და ახალგაზრდების აზრის გათვალისწინება არის სწორედ სამომავლო გადაწყვეტილებების ფუნდამენტი. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ მომავალი თაობა ასე ფიქრობს და ჩვენ ყველანი განწყობილი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ამ არჩევანის, მათი არჩევანის რეალიზება მოხდეს, იმიტომ რომ მათი არჩევანი ზუსტად ესადაგება იმას, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი იყო ამდენი წლის განმავლობაში, ბევრმა თაობამ და ლამისარი ჩვენმა თაობამაც თითქოს ჩაიარა. თქვენი აქტიური სტუდენტობა და სხვადასხვა უკრაინის კიევის ქუჩებშიც ახლა ძირითადი ნაწილი ამ ხალხის სწორედ სტუდენტები და ახალგაზრდები არის. მე ჩემ სტუდენტობაში ბევრად უფრო ჩქარა მეგონა, რომ ეს ყველაფერი რეალიზდებოდა. იმედი მაქვს, რომ მათი სტუდენტობის პერიოდში ამ ყველაფრის რეალიზებას ჩვენ ყველანი ერთად მოვესწრებით. ბატონ დავით. მე მგონი აქ ბევრი სათქმელი არც არის თავარი მე ვფიქრობ ხა ჩვენი როგორც იტყვია ქვეყნის არჩევანი გარკვეული არის საზოგადოების კონსენსუსია პრაქტიკულად ამის თაობაზე მაგრამ მე მგონი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამუშაოც ერთი ძველი სლოგანი თუ გავიხსენო ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ძალის გასაკეთებელი კიდევ ბევრია კერძოდ იმის თქვა მინდა რომ მართლებრივია სამუშაო გასაკეთებელი. კერძოდ ჩვენ უნდა რაღაცნაირად აღმოვაჩინოთ და წარმოვაჩინოთ ევროპა საქართველოში. ანუ ჩვენს კულტურაში, ჩვენს ტრადიციებში, ჩვენს ყოფაში, იმ კანონებში, რომელსაც მივიღებთ, იმ ურთიერთობებში, რომელსაც დავამკვიდრებთ. აი ეს გონია ყველაზე მნიშვნელოვანი. ხელმოწერის მერე კიდევ უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი. ხელმოწერის მერე ეს გაგვიადვილებს. აი, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ღირებულებითი მომენტი არის პირდაპირ კავშირში ქვეყნის მატერიალურ კეთილდღეობასთანაც. კარგი ცხოვრება თუ გვინდა, აი ესეც ახოლოდ ასე შევძლებთ. ხონად ვერ შევძლებთ უბრალოდ. სწორედ საიდან მოდის ეს კარგი ცხოვრება. აი ეს 20 წელი რომ ტრიალებ და ვერ გამოვედით და აქეთ წავალ და იქით ჩიხიდან ჩიხში რომ დავხდივართ. აი ვერ გამოვართ ამ ჩიხიდან. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ ისტორიის წინააღმდეგ წასვლა ყოველთვის თავდება ძალიან ტრაგიკულად და ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, კულტურას, ისტორიას სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ აი დღეს თანამედროვე 21 საუკუნეში ჩვენ წავიდეთ ევროპისკენ. ამისთვის საჭიროა ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყოფა იყოს ევროპული. დიდი მადლობა, ბატონ მამუკა. ახალგაზრდებს უსმენდით და ყუში მომხვდა. მეგობრებო, რაც უფრო ნაკლებად ვიტყვით ჩვენ იმას, რომ საშიშროება მოდის ეთნიკური უმცირესობისაგან, მით უკეთესია. დამიჯერეთ, ეს ხალხი არის ზუსტად ისეთივე მოქალაქეები ჩვენი, როგორც სხვა ყველა რეგიონის წარმომადგენლები. მათი არჩევანიც არის ევროპა, ზუსტად ისეთივე, როგორც სხვა რეგიონების. ამიტომ ევროპელობა თუ გვინდა პირველ რიგში იმ ხალხს უნდა შევახსოვოთ, ისინი არის საქართველოს მოქალაქეები და არავითარ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები. ისინი ჩვენი ძმები არის. მადლობა. მოკლედ ორი რამ მინდა ვთქვა. პირველი დაუბრუნდა იმ თემას, როდესაც ვლაპარაკობთ უკრაინაზე, იმიტომ რომ რამდენჯერმე შემხვდა ის, რომ აი რუსეთისგან წამოვიდა პრესი და ასეთ შემთხვევაში ევროპა აღმოჩნდა ხელებს ჩამოყრილი. ერთი მინდა ვთქვა, რომ პრობლემა იყო სხვა რამოში.
პრობლემა იყო იმაში, რომ ევროპას ნამდვილად არ მიუტოვებია უკრაინა. უკრაინამ თავისი არჩევანი დააფიქსირა 2003 წელს, როდესაც იანუკოვიჩი იყო მთავრობაში. 2010 წელს იანუკოვიჩმა ეს გაიმეორა და სულ რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა. პრობლემა იყო სხვა რამეში, პრობლემა იყო იმაში, რომ რატო არ გაგვაფრთხილეთ აქამდე. თუ მართლა ასეთი პრობლემები ქონდათ და რატო ითხოვთ იმ თანხას, რასაც ითხოვთ, იმიტომ რომ პოლონეთი იყო აქ ნახსენები და პოლონეთმა სხვათა შორის მთელ აი ამ ინტეგრაციულ პროცესებში მხარდასაჭერად 5 თუ 6 მილიარდი მიიღო, აქ 20-ზე არის ლაპარაკი, ამიტომ ამას ყველაფერს დასაბუთება უნდა და 70 მილიარდი მოითხოვა. საბოლოოდ მოითხოვა 70 და მეორე თემა მივესალმებით თქვენ პათოს და თქვენ სულისკვეთებას. ერთადერთი რაც მინდა თქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც პარაფირებაც მოხდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და ის ითვალისწინებს განსხვავებით იმ ასოცირების ხელშეკრულებებისაგან, რომელიც იდებოდა მანამდე, მათ შორის რომელიც აქ დადებული ტუნის, რომელიც აქ მაროკოს, ეს ითვალისწინებს პოლიტიკურ დაახლოვებასაც და არ არის მხოლოდ და მხოლოდ შემოსაზღვრული ეკონომიკით და მინდა გითხრათ, რომ იმ ღირებულებების ერთგულება და პოლიტიკური დაახლოვება მიიღწევა სწორედ განვითარებული საზოგადოებით და ამიტომ ყველაზე მთავარი საკეთებელი რაც არის ამ შემთხვევაში არის განათლება და ისევ განათლება. ამიტომ თქვენც საკმაოდ ბევრი საქმე გაქვთ და მინდა რომ ასეთივე შემართება აუდიტორიებშიც გქონდეთ. მადლობა და დავიწყეთ ლადოთი, დავასრულოთ ლადოთი. ლადო, შენი ბოლო რეპლიკა. დამშვიდებული, აღმოჩნდა რომ პოზიციას, ოპოზიციას, ხალხის ერთი აზრის ხოთა ერთი სულისკვეთების ყოფილა რომ ყველანი დასავლეთისკენ მიემგზავრებიან და უნდათ რომ ჩვენ გავხდეთ იმ ოჯახის წევრი და ძალიან მიხარია ეს. იმ ოჯახის წევრი რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად მოგზაურობ. მოგზაურობ და რაღაც ვთვლი რომ რაღაც უკვე მე ვარ და მაინც არა მაქვს პასპორტი ევროკავშირის. ჭირდება ვიზა სამწუხაროდ. ხო, ძალიან მაგრად დასწორებს, რომ უბრალოდ ქართული საზოგადოება ესეთი ერთიანი ალბათ ტელევიზორს არ უყურებს და იქ ხშირად არის ესეთი ერთიანობა. მე არ მინახია პირადად და მაგრად კარგი განწყობაზე მიდივარ სახში. დიდი მადლობა ჩვენც ასეთი კარგი განწყობით ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას. წარმატებას უსურვებთ უკრაინას, მთელ უკრაინას, არ აქვს მნიშვნელობა რომ მხარეს წარმატებას უსურვებთ, რა თქმა უნდა საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა ჩვენს აუდიტორიას და ჩვენს დავბრუნდებით უკვე მომდევნო სამშაბათს ისევ აქტუალურ სტუდიაში. ნახვამდის. მადლობა.